თებერვალი უსაფრთხო ინტერნეტის დღეა. დილამშვიდობის საათი 25 წუთი შესრულდა საქართველოში. შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 7 თებერვალია დღეს უსაფრთხო ინტერნეტის დღე აღინიშნება მსოფლიოში. ერთად აღმოვაჩინოთ ვირტუალური სამყარო უსაფრთხოდ. ჩვენი რეალური და ვირტუალური სამყაროები მჭიდროდაა დაკავშირებული ერთის მხრივ ოჯახები, ვებკამერით ურთიერთობენ საზღვარგარეთ ნათესავებსა და მეგობრებთან, მეორეს მხრივ კი ბავშვები ონლაინ აკეთებენ ხოლმე თავიანთ საშინაო დავალებას. ვირტუალური სამყარო უნიკალური ასპარეზია, სადაც ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია ერთად ერთმანეთისაგან ისწავლოს. განსაკუთრებით კი ონლაინ უსაფრთხოების შესახებ ტექნიკურ საკითხებში გარკვეულ ახალგაზრდებს შეუძლიათ უსაფრთხოებს ასწავლონ, უსაფრთხოდ ასწავლონ თუ როგორ გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები, ხოლო ბაბუებს შეუძლიათ თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე ახალგაზრდა თაობას ურჩიონ თუ როგორ შეინარჩუნონ უსაფრთხოება ონლაინ, როცა ისინი ერთად აღმოაჩენენ ციფრულ სამყაროს. ინტერნეტი ინფორმაციის მოძიებისათვის, კომუნიკაციისათვის აუცილებელია და მეტად აქტუალური, მაგრამ ინტერნეტი ვერანაირად ვერ შეგვიცვლის იმას, რასაც გვაძლევს წიგნი და მე ყველა მოზარდს მოვუწოდებ, რომ ნაკლები დრო გაატარონ კომპიუტერთან და უფრო მეტად დაკავდნენ წიგნით. ეს მათი მომავლის გარანტია. 7 თებერვალი ყოფილა უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღე. მრავალი საერთაშორისო დღე არის და როცა საერთაშორისო დღე დაწესდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დღე რაღაც განსაკუთრებულია და თუ ეს რაღაცას ეძღვნება, ეს კიდე თავისითაც განსაკუთრებულია. თანამედროვე ცხოვრებაში ინტერნეტის გარეშე, კომპიუტერის გარეშე, ამ სოციალური ქსელების გარეშე და ყველაფრის გარეშე, რითაც ჩვენ საქმიანობთ პრაქტიკულად ყოველ დღე მოსწავლეებისთვისაც უკვე სკოლაში პირველი კლასიდან არის დაწყებული ეს საქმიანობა და მე მგონი ეს ყველასთვის საინტერესოც არის, საჭიროც არის საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ. ინტერნეტი შეიძლება გქონდეს როგორც დადებითი მხარე, ასევე შეიძლება გქონდეს უარყოფითი მხარე. როგორც სიკეთე მოაქვს, ისევე შეიძლება ამ რაღაც ზიანიც მოგვაყენოს. არის საუბარი დროზე მეტად გამოყენებაზე საერთოდ ინტერნეტის და კომპიუტერის. საუბარია იმაზე, რომ ინფორმაციის გაცვლა ხდება და ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. ხდება დაცული ინტერნეტი, მოზარდები დაცულები იქნებიან და მშობლებიც უფრო თავს უფრო დაცულად და კომფორტულად იგრძნობენ, მაშინ როდესაც თავიანთი შვილები გამოიყენებენ ინტერნეტს. 7 თებერვალი ინტერნეტის საერთაშორისო დღეა. რას ფიქრობ ინტერნეტის შესახებ? არის თუ არა დღევანდელი ინტერნეტი ჩვენთვის ზოგადად ბავშვებისთვის, ანუ თქვენი თაობისთვის უსაფრთხო და მცირე კომენტარი გავაკეთოთ ამ შესახებ. დავიწყები იქიდან, რომ მეც იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც აქტიური მომხმარებლები არიან ზოგადად ინტერნეტის და შესაბამისად ხშირად მიწევს ხოლმე ინტერნეტის სარგებლობა, ინფორმაციის მოპოვებისთვის ეს არის ყველაზე სწრაფი საშუალება. ინტერნეტი სასარგებლო ინფორმაციის კიდობანია. ინტერნეტი სასარგებლო ინფორმაციის კიდობანია. ეს მთელი თავისი არსებით ნამდვილად ამართლებს ამ ფრაზას ინტერნეტი და აქტიურად გამოიყენება დღეს ინტერნეტი საბიბლიოთეკო საქმიანობაში. ზუგდიდის ბიბლიოთეკა ამჯერად გადასულია ციფრული კოლექციების შექმნაზე და დაწყებული აქვს პირველ რიგში ფოტოკოლექციების შექმნა უკვე ინტერნეტში დევს ეს ფოტოკოლექციები, რომელიც ასახავს ზუგდიდის წარსულს, ზუგდიდის მაცხოვრებლების ოჯახებში დაცულ ფოტოებს და ახლო მომავალში დავიწყებთ მხარეთმცოდნეობითი პრესის გაციფრებასაც. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტი სასარგებლო ინფორმაციის კიდობანია. ინტერნეტს აქვს დადებითი მხარეები ინტერნეტის გამოყენებას, მაგრამ აქვს ამავე დროს უარყოფითი მხარეები. მისი ინტერნეტის უარყოფითი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ წარმოადგენს უკონტროლო სივრცეს, სადაც არ არის განკონტროლებული, ვერ ხერხდება გაკონტროლება ინფორმაციის გაცვლის. და აქედან გამომდინარე მოზარდი თაობისათვის უკეთესი იქნებოდა თუ მომავალში შესაძლებელი გახდება რომ ინტერნეტი გახდეს კონტროლირებადი, რაც შესაძლებლობას მისცემს მოზარდთაობას, რომ ისარგებლონ უსაფრთხო ინტერნეტი. მსოფლიო დღეს 7 თებერვალს აღნიშნავს უსაფრთხო ინტერნეტის დღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოპულაცია ეწევა როგორც უსაფრთხო ინტერნეტს, ასევე მის სწორ მოქმედებას და გამოყენებას.
ჩვენს დღეს როგორც ამ ღონისძიებაში შევარდა საქართველოს და მათ შორის ათინათის, რომელიც აღნიშნავს ამ დღეს იმისათვის, რომ დაგეგმოს რამოდენიმე ღონისძიებას, იმისათვის, რომ ხალხს უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს თუ რა არის და რა ხდება დღეს, ჩვენი ათინათის წევრები ქალაქში დაევრიან და არიგებენ ბუკლეტებს და საზოგადოებას აუხსნიან და მიაწვდიან უფრო მეტ ინფორმაციას. ასევე როგორც ვიცით, ტარდება ონლაინ კონფერენციას, რომელსაც აბსოლუტურად ყველას აქვს საშუალება იმისა, რომ ჩაერთოს და მოისმინოს და მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია. ერთად აღმოაჩინოთ ვირტუალური სამყარო უსაფრთხო